კიდევ ერთი აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილების მოთხოვნები უცვლელია მაუწყებლის ბორდისა და მენეჯმენტის გადადგომა და საღამოს ეთერთან ერთად დროის დათმობა დღის ეთერშიც. ასევე შეკრებილებმა მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს. გაჟღერდა კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა აქციის მონაწილეები. კოსტავას 68-ში არსებული შენობის შენარჩუნებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, ტელევიზიის შენობა ისტორიულია და სტრატეგიულია და ასევე ისტორიულ მისამართზე უნდა დარჩეს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია უკვე კერძო საკუთრებაშია. რამდენიმე დღეა და კვირაა პირველი არხი საგანგებო რეჟიმით მაუწყებლობს და პრაიმ თაიმში ეთერს უთმობს განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებს და ასევე პოლიტიკოსებს. სახურებოდეს ხალხს. ეს ძალიან დიდი ისტორიას ინახავს, ამიტომ ამალობა თუ რა შეიძლება იყოს. შემდეგნაირად ჩამოვაყალიბეთ ეს ყველაფერი. პირველი, რუსული რეზიდენტურის, ანუ ქართული ოცნების ამოძირკვა ქართული პოლიცივციდან, პოლიტიკური სივრციდან. მეორე, დემოკრატიული არჩევნების დანიშვნა, ხოლო არჩევნებამდე გარდამავალი, ანუ დროებითი მთავრობის ფორმირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანი არჩევნები. მესამე, კოალიციური მთავრობის ფორმირება. მეოთხე, ნამდვილი კონკურსის წესით შერჩეული პროკურატურა და სასამართლო. ქუჩა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ქუჩის აქციები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მარბიელ რაზმებს თავბედი ვაწყევლინოთ ჩვენი დევნით. გუშინ გქონდა ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა არხის წარმომადგენლებთან, სადაც ცხადია, მთავარი მოთხოვნა იყო უცვლელი, ეს არის ის, რომ პასუხისმგებელი პირები ვასილ მაღლაფერიძე, თინათინ ბერძენიშვილი, სამეურვეო საბჭო, რა თქმა უნდა, და მენეჯმენტი მათ უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობა. ეს არის პირველი უცვლელი მოთხოვნა. ეს შენობა უკვე ისტორიული შენობაა და ამით დანგრევა, მე ვფიქრობ, არის დანაშაული ისევ ჩვენი ქალაქის წინაშე. ეს ძალიან დიდ ისტორიას ინახავს, ამიტომ ამაზეც უნდა ვიბრძოლოთ. მე ვფიქრობ, მადლობა ამ ინიციატივისთვის. მარტო ის არა, რომ აქედან ისმოდეს ხმა. შეიძლება გავაგონოთ ჩვენი ხმა, მაგრამ ეს უკვე შერწყმულია ჩვენ ქალაქის იერსახესთან. ჩემთვის ეს არის სათაყვანებელი შენობა, სადაც დავიწყე სტუდენტმა მუშაობა. ამიტომ ეს მოთხოვნაც უნდა დავამატოთ, მე მგონი, და დაგვიტოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა.